რა უნდა უთხრა ხა ჩვენს მაყურებელს ძველი ფედერაციის შენობა იამანიძის 5 ნომერი ხო აგურის შენობა სამსართულიანი მოკლედ ამ სამსართულზე არ იყო ყველგან იყო რაღაც დანგრეული კარი ფანჯარა კიბე ყველაფერი დანგრეული იყო საფირფარეშო ხო აბსოლუტურად გაპატახებული იყო რა აი ვერ წარმოიდგინე რა მდგომარეობა იყო იქ და ну ბაქაშები ხო არ იყო კედელზე ნაყოფი ვარ როგორც ერთი ხო და რას ვამბობ ეხლა რომ იყო ერთადერთი რკინის კარი იყო იმ ფედერაციაში იმ სამსართულზე იყო ერთადერთი რკინის კარი და იმ რკინის კარს მიღმა ის და გია დათო პეტრო და დათო ნამგალაძე ხო სწორად კი ეგრეა ნამდვილად და მაგარი იყო და პრეზიდენტის კაბინეტი იყო შუშა იყო ჩამბრეული რა კარზე რა ესეთი ხო ფარტით იყო ჩამბრეული ერთხელ ავდივარ და ეკეთდა მე უცებ შენ ისე დროს იყავი ალბათ მოსული და იმერჩიც ხო იყო ეგეთი კი რა თქმა უნდა მოდი მაგ თემით დავიწყოთ რა ძალიან საინტერესო არის ჩვენთვისაც უფრო სწორად და მაყურებლისთვის მით უმეტეს რა ხდებოდა იმ რკინის კარს მიღმა ძალიან კარგი მეგონი ფაქსის და ქსეროქსის აპარატი ბევრმა პირველად ნახა იქ იმ ოთახში ხო და პირველები ვიყავით ვისაც გენერატორი ჰქონდა დვიჟოკი რა ისე ადვილენაზე რო ვთქვა და ქართულად არც ვიცი პრეაბრაზავაცეს რა ქვია დენის გადაყვანით რაღაცა უმნაჟიტელი ხო რაღაცა ეგეთი შუქი რო წავიდო და ამას ეს აპარატი ჩამქონდა მანქანაში აკუმულატორზე ვაძლევდით დენს და რამდენი ხანიც ეყოფოდა რა UPS-ის ფუნქციას ასრულებდა რა UPS ხო აი რაღაც შეიძლება ეგრე ითქვას მოკლედ ეგ იყო ერთადერთი აი ეს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტი იყო ცხენებული დათო პეტრიაშვილის ხელმძღვანელობით რა თქმა უნდა და განაწილებული ვიყავით ფუნქციებად დათო უფრო ძირითადად იყო პირველ ნაკრებთან და ამ საერთაშორისო ყველა ფედერაციებთან ურთიერთობა FIFA-სთან და UEFA-სთან ურთიერთობა მე როგორც გერმანულიანი სოდნე და რუსული ინგლისურიც ნორმალურად მაგრამ რა თქმა უნდა დათოს თავისი ყველაფერი ჰქონდა იც მე UEFA-შიც ამხელა ის მიაღწია და მოხდა ისე რომ შემთხვევით აღმოჩნდი იამანიძის ქუჩაზე ძალიან შემთხვევით რა ესე რომ ვთქვათ ფეხბურთანებებული მქონდა თავი მუხლების პრობლემა მქონდა რაღაცა და ნუ აი ესე რომ ხარ სამსახურს ეძებთან რომ მუშაობ შემთხვევა ოთარი რუხაძე წიე თუ გახსოვთ ეგ იყო ჩემი წვრთნელი სასოფლოში მაშინ ანანსში ვითამაშე ხან გურუშპარაში მოკლედ კარიერა მოკლედ ისეთი კარგი არ გამომივიდა ამ დრამით თუმცა 93 წელს წონებული დათო პეტრიაშვილის დროს მოხვდი მაინც დინამოს დუბლებში რა ეგეც იყო კი ეგეც იყო ნამდვილად ნაკრებები რაც იყო და ნაშები როგორ ახარა გერმანული ენა როგორ იციო რატომაც აი ეს პირდაპირ ეგ დავიკითხო მე კარგად რა ეხლა ნოდარჩიკა გადადისო ნოდარის შვილი გადადის FIFA-ში თუ UEFA-ში არ მახსოვს სამუშაო და ვაკანტური ადგილია და არისო ფედერაციაში საუბარი რომ რაღაც ისეთი აი ტიპი მინდა რა ესე ვთქვათ ვინც ამ რაღაცაში და იქნება გაესაუბრო ბატონ ნოდარს აი როგორც თქვენ და როგორც ყველა ინდროინდელი და დღესაც ხო რაღაც ვერ დავიჯერებ ეხლა ნოდარ ახალკაცთან ისიანი მიდი რაღაცა მუშაობა მინდა და რამე რა ოჯახში რო თქვი ესეთ თემა მეთქი ესეთ სიტუაცია ეს ქართული ვარიანტები ჩაერთო იმას ვიცნობ ამას ვიცნობ რაღაცა ხო იმას დავარეკინებ რამე და აღმოჩნდა ნუგზარი მდივანი ძალიან ახლო მეგობარი ეს პირის ხასიათი ხო ზესტაფონელის პლუს ჩემი ნათლიები არიან ჩაგანავების ოჯახი რო არიან მონღოლები რაღაცა და სუფრაზე უცებ გადაწყდა რომ ნოდართან რა პრობლემაა თან თენგის ჩანკლადესთანაც მაკაცობდა და იმათ საზმაკაც მოკლედ მის დღეს არ არის პრობლემა ვალე მივდივართ ნოდართან ბატონ ნოდართან შეხვედრა და მე აცხონოს მის სული ძალიან მაგარი კაცი ხო და ეს ფარდები და ისინი რო შევედი მეც რა ამ შენობაში მაშინ 90-იანის თუ გასულ ჟილეტები იყო რა მოდაში ბენდენა რაღაცა ესეთი და ალტო და რამე რა და ტელეგრეიკა და რაღაცა ხო ეს ბენდენა ჩაფენდები რაღაცა ბენდენა აუცილებლად ეს ჩემი პროტეჟეები შევიდნენ და დამიძახა მარინამ დივანმა რა ახლა დივანის ისეთი რამე იყო სანამ ბატონოდართან შეხვიდოთ ეს პატარა კალიდორივით იყო და ჭრაკიენთო რა ეს ლამპის შუშა რო ხო ეს თუდენი იყო მაგარი მინუტკაც მქონდა ყავასაც დალევდი რა ეგეთი ვარიანტი და ნუ ეს რო სიბნელე და შევედი რა რომ დამიძახეს რაღაცა ზის ბატონოდარი მოინტერია საინტერესო არის რომ ინგლისის ნაკრების თამაშის წინა დღეებია და ჩემ დასასარგებლოდ დაემთხვა ისე რომ იურგენ აუსტი ჰანს ვოლფი და იგინე საჯომე გერმანელები 21 წლამდე ნაკრებს ნუ შევედი მიყურებს ესე ფეხბურთი რაღაც და შემოვიდა წიე ჯუმბერი თანაშოლის ხონებული და ბევრი ჩემი წვრთნელები ჯუმბერ ჭუქო არა ყველა რა თითქმის მომკვლენ რომ უნდათ რომ უთხრან რომ ეს ადამიანი ავიყვანოთ რა და მიყურებს ახლა ბატონოდარი ეს და შენა გაციებული ხარ მეთქი არა გახველებს არა აბა პიჟონი ხართო ეს რა არისო რა მეთქი ავი ბატონოდარ მოდაშე და იუმორთა როგორ ახარ კარგად ავარ კარგი ნაყინი გიყვარს კი და ნოემბერია მაგრად ცივარ აი მაცივაში მე თუ მინდა აი და ეგრევე გამიხსნა რა რა დონეზე იცი გერმანული მეთქი გერმანისტი არა ვარ მაგრამ მეთქი კარგად ვიცი მეთქი და ამ დროს შემთხვევით შემოდის პეტრო რა თავისი ფაქსებით ამინახა ვიცნობთ მე და პეტრო ერთმანეთს გადამეხვია რაღაც აკეთეთი იცნობ ხო კი მივიღოთ სამსახურში ავი პეტროსთან ერთად ვითამაშე გპ-ის გუნდში რაღაც ისე დაემთხვა სხვა გუნდში გადავდივარ პატარა მონაკვეთი კი მაშინ წაიყვანეო შენთან ოთახში და უცებ რა ესე წუთებით არც ყოფილა გასაუბრება და პეტრომ შემიყვანა იმ რკინის ოთახში დათოზის ნამგალაძე სერიოზულად აი ამ ხელახს ეროქს აპარატი ნახე არ მქონდა რა და წყალი ჩამოსულია კედლებზე ეს ფანჯრები კარგად არიკეტება ხის ფანჯრებია რაღაცა მეთქი აქ სადავა რა ისე შემოდის მე ჩივაძე წონებული ყიფო ზოძუაშვილი ეს რამაზე წონებული შეგება საშას კაბინეტით გვერდზე ხო ეს ანაკრებო თემებზე შემოდიან რომ უკვე მოდის რა ეს გერმანიის ნაკრების თამაში და დოკუმენტი მოდის ინგლისის ხო ინგლისის აბა რაღაცა და ისა პეტრო მეუნება აბა შენიც ახლა მიხედავ იმ გერმანელებს რა უნდა მიხედო რა უთხრა როგორ აუქნა
ну მე ისე პეტროვსკა წამოწევიდეთო ეს ჩემი პროტეჟები წავიდნენ და იმაში რო ხო მიმინოში ესე რო გეუნებიან მე შევეუნება გამოვედი შევედი ну მოდი ესე ვქნათ რადგან შენ ახალი ხარო ჩაგაბარებთო შენთან ერთად იქნება თამაზი ლაცაბიძე ნაპოლეონა ძველი მსაჯი კი ბატონო მეთქი და თქვენ ორი მიხედავთ რომ დავხვდეთ სასწაულში წაიყვანოთ თამარზე და როგორც არის რა ეს ლაიზენ ოფიცერი რო ხარ მიხედავთ კარგი რაღაცა გამოვედით ამასაც ვიცნობდი ახლა ფეხბურთს თამაშობდი სხვადასხვა ჩემი პირველი გოლი მისი მსაჯობის დროს მოხდა რა დოუჯო პარეში ვიყავი მაშინ ზესაფონს გავუტანე და დავმეგობდით ახლა წითელი არავის არ მქონია ჩემ კარიერაში და საჯებთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა იქიდან დაიწყო რა და წონებული ნოდარი გამეხუმრა რა ისე უნდა გააკეთო რომ იმათ მადლობის წერილი მოიწერონო რომ ესე კარგად მოგემსახურო თუ ეგეთი რამე არ ხდება რა რომ ვინმე იქიდან ჩაულებრივი მომენტია რომ ეგრე უნდა მოემსახურო მადლობას არავინ არ წერს თუნდე რომ აი კარგად მოგემსახურა და ეს ну ვალდებულება რა ესე იგი უნდა მოემსახურო თუ მოგწერეს ბიჭალიჩია არ ხდება რა ეგეთი რამე ხო ჩაულებრივი მე თუნდე გამეხუმრა რა ხო და ეს ჩამოვიდნენ რა თქმა უნდა კაცკეპილი დავდივარ რაღაც ეს თავის ისინი იყო პლაშები იყო მომდაშტო ფალტოებით რაღაც რუსთავაზე ვასე იყო რაღაცა უკიას ბახტანი იყო მაშინ სასტუმრო და ყვავილებს ვავენ რა ფოთლებს უბრალოდ და ბოლი აზდის მაგარი ჩვენ ისინი უყურებენ და ფოია ცეცხლია ხანძარი რამე ჯო არა მეთქი და რო წავენ რა აბა რა ხდებოდა ახლა რაღაცა მინდა ისეთი უთხრა რომ ნაგვის პორჩი გერწოვე რაღაცა მეთქი ეს იცით რა არის სპეციალური ჯიშია მეთქი ხეების რა და ამის ფოთლების ნაწვავი კოღოებს აფთოს მეთქი და წერებს კლავს და ესენი მივიდნენ რაღაცა უყურებენ ჩვენო მილიონობით იმას ვარჯავთ მაშინ მარკები იყო მარკებსო რაღაცების და წერების ასაფო მოგეთ გამოვედით იქიდან წავედით ნუ ეს როგორც ტრადიციულად რა რიყეზე იქა როგორც არის და ბატონობას როგორი ჩოვა ქონდა იცი აუცილებლად მობილურები ხო არისო სადაც მივიდოდით უნდა ამერიკა რო არ გავართ მე გადავედით რომ საქმეს სკოლაში ყოფილიყო აუცილებლად რა აღმოჩნდით ბატონო და მეთქი როდალიონ მეთქი რა მოხდება და დავაიო მიდიო რა თუ პატივსცემა და წავიყვანე ნაკუროეში დინარის თვარზე რა შევყევით რა და თუ გავსოთ მაშინ ეა ჯორჯია დაფრინავდა ორშაბათს და შაბათს რა ეგრე ორშაბათს ჩამოხედოთ ხუთდღე შაბათს იყო ეს თამაში თუ ხუთშაბათს და თამაში იყო ფოთში ხო ესლანდელების ბათუმში ხო ბათუმში ანუ დრო იყო და რაღაცა ამ ქართული საგრძელოებით და ვახტანგურებით მაგრამ შევზარხოსით რა კარგად რასაც ქვია სამირანი გონსახურებოდა თეთრი მარშრუტკა რუკობდა გახსოვს რენოს ჯორჯია ფულოფერი კი ბატონო ეხლა რესტორნიდან ურეკავ რა ბატონო და მეთქი ყველაფერი კარგად არის და სასტუმროში წავიყვან მე უკვე საღამოა იკითხე თუ უნდა თუ ამოვიდნენ რომ გავიცნობ ეგენი ძალიან ცნობილი მსაჯები არიან და თუ გახსოვთ გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია და ჩვენი ფედერაცია ძალიან მეგობრობდნენ რა ბატონო ყველაზე მაგარი მეგობრობა გერმანიის ნაკრებებს უფინანსებდა ეს ხო დატოვეს მაშინ მთელი აპარატურა ნაკრებს სამედიცინო და ისინი ყველაფერი დატოვეს გამოიყვანებო რა ფედერაციაში იქ წავედით რომ მივახლოვდით ახლა ამ იმას რა შავ ოთახში ხომ გაიარო რა სანამ შეხვდა შევიხედე დატოზის კვინიკაძე ბადრი კარკაშაძე ბატონი ნოდარი და მე ისე ვარ აი კარგად რა როგორ ახაროთ მე კარგად სად არიანო და აქ არ მართლა მოიყვანებო იმეთი აქ არიან მეთქი როგორ არიანო და როგორ მითხარით მეთი არაფერს არ ვაკრებ ხელის გულზე ვატარებ და აი შემოვიდენო ერთიო რა და ბატონო და საფარია პლედი რა ეს 20 და გათობა არისო და ტურბო თუ რაღაცა ჩართულია გამოვედი ახლა და მეუბნები პრეზიდენტთან უნდა შევიდეთ და ამათ გამაჩერეს ჩვენ ახლა ამას სენატორი იაპონიაში სადაც ვიყავით და ყველგან თავის შესვლის ტრადიციებიაო რა როგორ რამე ისე რაღაცა ხარ უნდა გავაკეთო და ერთ თუ გადავია არ ვიყო კი მეთქი ზურგით უნდა მოტრიალდეთ და ესე უნდა გააკეთოთ მეთქი რო შეხვდა ერთი მისალმება მეთქი აკა ჩვენთან ჯოთა ეცნენ ესენი ოთხივე რა გავაღეკარები და ვაცხადებ რა ჰანს ვოლფ რაღაც იურგენ აუს და ვინც იყვნენ რა ესენი ჩემოდიან ესე წამოხდა აკრა მოგაყარიო ზაკეთებო ერიკ კანტინოდარის კაბინეტში თუ გასვოთ ძალიან ძველი მუზის იყო ბუხარი იყო რა რასაც შეუფასებელი იყო და ეს რო დაინახეს სურათები გადავიღეთ უცეთი ფოტოგრაფი სიბილაძის ვარიანტი სასწრაფოდ რაღაცა მომოვიდეს ნოდარი მუშაობდა კობერიძე მაშინ ფედერაციაში საღამო ჩატარდა წავედით გამოვედით და ნუ ისე მოხდა რომ თამაშის წინა დღეს 21 წლამდე თამაშობდა მეორე დღეს პირველი და საჭირო ვიყავით თბილისში რომ დავჩენილიყავით ნუ უჩემოდ გაფრინდნენ ესენი ბათუმში სვათაშორის ნოდარ ახალკაცის არ გაყოლია მაგ თამაშზე რა ძალიან ისე სერიოზული თამაში იყო და აეროპორტში ვართ ეხლა ველოდებით რომ წავაგეთ 1-0 ახსოვს მე ახლა როგორც ახალმა და რაღაც ცოტა ბალიშიკმა და რაღაცა ვკითხე რა ანგარიში მორჩა როგორ იმსაჯეს მეთქი რა აუ წავაგეთო რა გავაკნია და ორივე მომიწეალდა დათო და ნოდა იმ დღის მერე ჩვენ ისინი საჯები არიან და წააგო გუნდმა და ცხოვრებაში დაიმახსოვრე რომ ფედერაციის თანაშმომლებს არანაირი უფლება არ აქვს რომ რაც საჯებზე რაღაცა გადაიტანოს რა ამ პროტესტი რაც პატივიეცი სამჯერ იმაზე მეტი უნდა გააკეთო რა გაშუაშიან საჯები და ანუ მე იქითკენ წავედი ხო იცი რა დრო იყო აი პენალი არ დაგვიტო და რაღაცა ეგეთები რა იდეალურად იმ საჯეს რა თქმა უნდა როგორც იყო და გამოვედი თბილისში სასწავლოში ყველაფერი მე თამაშზე ყვავდნენ პირველ ნაკრების თამაშზე შაბათამდე აქ იყო კი და პროვაცილებდი უთხარი რა ეს ნოდარის თხოვნა ბადან ნოდარის რომ მეთქი რო ჩახოთ იქიდან ხო იცი მეთქი ხო წერილი და მოიწეროთ რომ მაგარი ტიპი ვარ მეთქი და მოგემსახურე
მართლა უშევაც მოდის ფაქსი რომ ეს ბატონო და რა კაც მოგოსახურა გიაისიანი გააყოფილებიათ ეს კაცი უყურეს პეტრომ იყურებს ეს რა ქენდა მე ვიცი რა მოტივაცია ამისთან არაფერი მეთქი რა საუბარში უთხარი მეთქი და იქიდან მე დაიწყო განაწილება რა ფუნქციების